მოგესალმებით პატივცემულო მეგობრებო, პატივცემულო საზოგადოებო, დღევანდელი ვიდეოროლიკი ხო, ვიდეოროლიკი მოკლედ ჩართვებით რა თქმა უნდა, ყოველთვის პროფილული არის და კერძო შემთხვევაში, როგორც ხედავთ ხო, მომზადებული არის, ეგრეთ წოდებული სატესტო იქნება კრუშკა ხო დავარქვათ ამას პრინციპში სატესტო კრუშკა და სათაური არსებულ პოსტს ექნება თუ რატომ არ ჭირდება ჯანსაღ გათბობის სისტემას გამორიცხვა საერთოდ არსებული კონკრეტული საკუთარი სისტემის მე რა ქვია ასაკი მეგონი უკვე პენსიამდე უფრო მიდის კი ბატონო უკვე ვინაიდან არსებული სისტემა არის 15 წლის ადამიანებო 15 წლის და არა იქ როცა არის ხო რაღაცა ძალიან დიდი რიცხო მანიის უბრალოდ ბუმი წავიდა ხო უკვე საქართველოში რო უყურებდა ამასობაში თურმე ყოველ 3 წელს 2-3 წელიწადში სისტემა სჭირდება გამორიცხვა. ეს არა ავტომობილი პატივცემულები ხო, როცა ავტომობილი ბინძურდება, რატო ხო ეს ჩვეული მომენტია ხო, ეს ფიზიკური მიმართულება არის, რომ ვინაიდან ის ტალახში გავიარეთ, გამოვიარეთ ამასობაში, ეს მეტი მიმართულება, სხვა მიმართულება არა გათბობის სისტემაში, ვინაიდან ერთადერთი არის დანიშნულება მისი, რომ სისტემა არ უნდა დაჯუჭყიანდეს. ესე იგი სისტემას არ უნდა ქონდეს ეგრეთ წოდებული სისტემაში უბრალოდ არ უნდა ხდებოდეს პროცესი, რასაც ქვია დიფუზია, ეს ქვია ატმოსფერული ხო, ეს არაა ზღაპრები კიდევ ჯერ ვიძახე მე. ჩვენს ვარსებობთ ხო, ჩვენს ამით ვარსებობთ ზუსტად ამიტომ არსებულ მიმართულებას ქვია დიფუზია, ხო? ჩვენ ვართ ეგრეთ წოდებული ნახევარგამტარიანი მემბრანა ხო, ნახევარგამტარიანი მემბრანა არის ჩვენი კანი, რომელიც იკვებება ჟანგბადით, ჟანგბადს იღებს ზუსტად ის სისხლი არის სისხლით მიმოქცევა ხდება ჩვენ ორგანიზმში და სხვანაირად ხო წარმოუდგენელია სიცოცხლე ვინაიდან უკვე ვიქნებოდ დიდი ხანია მერთმა პატიოდა ჩაბარებული იქით ხო სადაც უკვე მარლის მოსატანად გადიან და ვეღარ გამოდიან ამიტომ ეს არსებული პროცესის გათბობის სისტემაში არის ჩვეული მომენტი ხო ამაში რაღაცა გასაკვირი ბევრს უჯერავს ეს მიმართულება ამაში უნდა დავფიქრდეთ თუ რატომ იშრომება სისტემა ვინაიდან არსებულ სისტემაში ხდება ეგრეთ წოდებული დიფუზია კი ბატონო როცა ატმოსფერული წნევა თქვენ წარმოიდგინეთ ხო ამასობაში ბევრს გაუკვირდება მაგრამ ატმოსფერული წნევი ხო წნევის ზუსტად ის მაჩვენებელი ამასობაში აღემატება ბევრად ვიდრე შინითა უბრალოდ ნაკლებია ვიდრე შინითა გათბობის სისტემის ეგრეთ წოდებული სტატიკური წნევა ეს ქვია 1.5 უმეტეს შემთხვევაში წარმოიდგინეთ 1.5 ბარი ამასობაში ამ შემთხვევაშიც ჟანგბადი აღწევს სისტემაში იქნება მერე უკვე ჟანგიანობა და ეს ჟანგი ზუსტად ამ არსებული ჟანგიანობის პროცესში წარმოიქმნება შლამი აი შლამს ხედავთ ხოლმე ზუსტად ხო ის უკვე რიცხომანია ხო ამასობაში არ მიწყინოთ ეს კი ბატონო ეს აპარატი მომნილი ამის სისტემები გამოირიცხვის მაგრამ ხალხი მეგონი უკვე დაავადყოფდა ამით და ამად გონიათ ხო ის სისტემა რომელიც არ მუშაობს გამორიცხავთ და ამუშავდება არა პატივცემულები უნდა ვიზნოთ იმაზე რომ ჩვენი სისტემა არ იკვებებოდეს ჟანგბადით ერთადერთი სისტემა არის გათბობის ეს არის ზუსტად გათბობის სისტემა რომელსაც არ ჭირდება ჟანგბადი მისთვის არის მავნე ამიტომ უნდა ქონდეს ჰერმეტული სისტემა ნაკლებად უნდა ვამატებდეთ წყალს აი ეს კიდე წყლის დამატების მანია ეს უმეტეს შემთხვევაში არის დამღუპელი ვინაიდან როცა იქ პოსტებსაც კიდე ჯერ ვიზახი და უბრალოდ ბევრჯერ მithქვი და კიდე ჯერ გავიმეორებ რომ როცა ჯერ წყალს ვავსეთ ამასობაში უნდა დარწმუნდეთ იმაში რომ სისტემაში არ აქვს ხრელი ხო ზუსტად ეს ტერმინოლოგია არის ხრელი ესე იგი სისტემას არ გაზრდის ვინაიდან როცა მუდმივად თქვენ ავსებთ საკუთარ გათბობის სისტემებს ზუსტად აი იმ შემთხვევა როცა უკვე არსებული ჟანგბადი ისედაც შესულ სისტემაში კიდევ ამატებთ ამასობაში ზუსტად ეს პორცია შლამი შეედის და ამასობაში უმეტეს შემთხვევაში არის ისეთი შემთხვევები სადაც ვეკითხები და თურმე ყოველდღე ვასწრებთ სისტემას არა პატივცემულებო ეს უნდა აღმოიფრქვას ეს უნდა საერთოდ პრინციპში გაუქმდეს ვინაიდან გათბობის სისტემაში შევსება სისტემის ჭირდება მაქსიმუმ თვეშიც არა даже 3 თვეში ერთჯერ ისიც მიზერულად ამასობაში სანამ შევასწრებთ ჩვენ უნდა დავწუნდეთ იმაში რომ ჯერჯერობით საფართოებრივ აუზს უნდა მოემსახუროთ ვინაიდან როცა სტატიკური წნევა ეცემა გათბობის სისტემაში ამასობაში ხრელი არ აგვაქვს, ესე იგი სისტემას არ გაზრდის, ეს პირველი ნიშნულია იმისა, რომ უნდა მოემსახუროთ უკვე საფართოებრივ აუზს. ვინაიდან წყლის პორციის შეშვების პროცესში სტატიკური წნევა უკვე ცვალებადობას განიცდის და ასეთ შემთხვევაში უკვე მივდივართ გეომეტრიული პროგრესიისკენ, სადაც უკვე მუდმივად ჭირდება მე წყლის პორციების დამატება და ამასობაში ის ზუსტად საფართოებელი აუზი, რომელიც გააჩნია გვაქვს, ყველა პრაქტიკულად ყველა
მიღწევის ხობს გააჩნია საფართოებელი აუზი, ის იკვებება ამასობაში უკვე გადამეტებული წყლის პორციებით და ის გამოდის წყობიდან, გამოდის ეთიშება. ნუ წარმოიდგინეთ, იმიტომ რომ გაფართოება აღარ ხდება და აქ უკვე იღებს მონაწილეობას ფეთქებადი კლაპანი. ამიტომაც სალამ შევასვით სისტემას და ამასობაში როცა დაეცემა სტატიკური წნევა, პირველი შრომა დარწმუნდეთ იმაში, რომ საფართოებელ აუზში არის -0.2. ეს ნიშნავს თქვენ ენაზე იმას, რომ როცა სისტემაში არის 1.5 უმეტეს შემთხვევაში ბარი, ეს არის სტატიკური წნევა, ჰაერის წნევა უნდა იყოს საფართოებელ აუზში 1.2, 1.3. -0.2 ზუსტად ამ სხვაობა 0.2 სხვაობაზე, სხვაობის უბრალოდ ნიშნულზე კი ბატონო, როცა სისტემაში წყალი, ხო, ცივი წყალი ამასობაში მის მიერ გაფორმების სისტემაში ჯერჯერობით როცა ხდება ის განიცდის გაფართოებას, აი ამ გაფართოების კოეფიციენტი ზუსტად აბათილებს საფართოებელი აუზი. ეხლა ხო წარმოიდგინეთ აი 15 წლიანი ხა ბერს ავიცი ეხა აიგონება ისო თითქოს და სისტემა გამორეცე უკვე და ეხა არსებულ პოს რა თქმა უნდა იღებს და გასუფთავებული სისტემა არის. არა პატივცემოლებო, ეხა სულელობაზე და იდიოტობაზე პრინციპში არც დავიფიცებ, მაგრამ ახლა ვისაც არ ჯერავს, ხო იცით, ეს კაი ტერმინოლოგიაა, ნივეროშა ეფამა, ხო, ვისაც არ ჯერავს, ის ამ მიმართულებით სხვადასხვა დამკვეთების სისტემებიდან გამომდინარე შემიძლია დაგემტკიცოთ. იმ ჩვენ სისტემების სადაც არ ხდება პროცესი, რასაც ქვია დიფუზია, იქ ჭუჭყი არ წარმოიქმნება, ვინაიდან ვერანაირად ვერ წარმოიქმნება ჭუჭყი წარმოიდგინეთ ადამიანებო, იმიტომ რომ ჭუჭყს წარმოქმნის შლამს, ჭუჭყს არა შლამს წარმოქმნის პროცესი, რასაც ქვია ჟანგიანობა. ერთჯერ დავიმახსოვრე, ერთჯერ და სამუდამოდ დავიმახსოვრე, როცა სისტემა არის ჰერმეტული და არ ხდება პროცესი ჟანგიანობა და ჟანგიანობა ხდება ზუსტად რადიატორებში, ქვაბში, მილებში, ის არ ხდება მილებიდან, არადასრულ მილებიდან, ხო, ამასობაში მაგიტომაც გავკვივარ და გავკივარ ყოველთვის რომ უნდა იყოს ალუმინით შრით დაცული მილები და არა მინაბოჭკოთი. ხო, აი მინაბოჭკო ზუსტად არის საკვები. მასალა თქვენი აი ჩაბინძურებული, ჩაჭუჭყიანებული, ჩატუტყიანებული, რა ვიცი, ასე ვიტყოდი მე, დაშლამური სისტემების, ხო, აი ეს იწვევს ზუსტად იმას, ვინ პატარა მონაკვეთის იმისთვის საკმარისია ის რომ შეაქციოს, ხო, ჟანგბადს მეტი არ ჭირდება. ჟანგბადი ეძებს იმ ეგრეთ წოდებულ ხრონს, საიდანაც შეუძლია სისტემაში შევიდეს. ის ნახავს მას, წარმოიდგინეთ იატაკ ქვეშა, როცა თუნდაც არის მინაბოჭკო მილებით დამონტაჟებული გათბობის სისტემა, იქაც შედის ჟანგბადი. ჟანგბადი აღწევს ყველგან, გარდა ერთისა. ალუმინის შრა მაგიტომაცაა, ხო? ანუ რკინა შემცველი, არ ვითარი ევოხის საფარი და ასე შემდეგ რაღაცა სპირტის საფარები მოიგონოთ, სპირტის შემცველი საფარები არაფრის მომცემი არა ვინდა იქ მიზეულად მაინც შედის. ერთადერთი 100%-იანი გარანტირებული მილი ეს არის ალუმინით არმირებული მილი, სადაც ვერ შეაღწევს ჟანგბადი არსებულ სისტემაში. ეხლა ვნახოთ, ხო, იქნება ზაზა, რა ვიცი, ამჯერადაც იტყვილება და ამასობაში ცოტა გავწევა ასე შემთხვევაში და აგერ, ხო, თავარი. მაუძრავებელი ზაღა, ესაა ჩვენი პატივცემული და აგერ, ხო? დიდი მანიპულაციები არ ჭირდება ამასობაში, ოდნავ, ხო? ამასობაში არ ჭირდება დიდი პორციებით გამოდენა, ვინაიდან თბო მატარების სისტემაში უნდა გაუთხილდეთ. უნდა გაუთხილდეთ, მეგობრებო. ვინაიდან ის არის ოქროს ფასი. მას ოქროს ფასი აქვს ზუსტად. გერმანიაში ეს არსებული, ხო, სისტემიდან გამოდენილი წყალი ამასობაში წარმოიდგინეთ და ეს საკმარისია იმისთვის, რომ დავინახოთ, გვაქვს შლამი სისტემაში თუ არა. ვერ იქნება ვინაიდან არსებული რადიატორის ქვემოთ, ძირში თუ არის შლამი, რა თქმა უნდა, თან ბოლო წერტილი არის, ხედავთ, ხო, ბოლო წერტილი არის და აქ კი ბატონო, უკვე პასიური ეგრეთ წოდებული ცირკულაცია ხდება, ცირკულირება ხდება, ამიტომ თუ კი არის არსებული რადიატორში ჭუჭყი, 15 წლის სტატუსით ამასობაში კიდე არ გავიწყდეს, ხო? ესე იგი უკვე უნდა იყოს. აღარ გამოდენი მე, ვინაიდან მე საკუთარ სისტემის ეგრეთ წოდებული უკვე თბომატარებას ვფრთხილდები, ვინაიდან ის ზუსტად ოქროს ფასია. ოქროს, ხო, კიდევ ჯერ ვიზახი გერმანელი, ამას ყიდის და სწორედაა, ვინაიდან ამაზე ჯანსაღი არაფერი არ არსებობს. რამე არსებობს, ხო? როცა არის და ამასობაში ზაზა ამასობაში რაღაცას არა ყოველთვის როცა ვიძახი მე ყოველთვის მას არგუმენტები ვაკვირდებით, ხო? კამკამა წყალი, ვინაიდან არის ეგრეთ წოდებული პრიმესებით გამოდენილი წყალი, თბომატარებელი ამ შემთხვევაში უკვე წყალი არაა, სუნიკი აქვს, ვინაიდან ეს არის მკვდარი წყალი, ამასობაში რადიატორებში ჩვენ არ ვძურებით, ხო? რადიატორებში არ შევდივართ, არ ვძურებით და ამასობაში მისი სუნი საერთოდ არ გვაინტერესებს ჩვენ, ვინაიდან ჩვენ გვაინტერესებს წყლის ხარისხი, თბომატარების ხარისხი. კამკამა, ვინაიდან არის ჯერ ესეთი უკვე პრიმესებით გამოცლილი წყალი და სისტემაში ძალიან იშვიათად თუ შემიშვია წყლის პორცია, ხო? წარმოიდგინეთ, ხო? პრაქტიკულად არ შემიშვია. აი ეს შემთხვევაში არ გიქნებათ, ხო? აი ეს რეცხომანია, ამასობაში უკვე ბუმი წამოვიდა, ხო, აპარატი ვინც კი იყიდა. ამას ინებზე პოსტებს ქონა მე დადებული, რომ ვინც კი თბოიზორი იყიდა, ყველა ექსპერტი გახდა, ხო? ამასობაში ექსპერტებო, იქ რომ ამტკიცეთ, რომ თურმე ყოველ წელი 3 წელიწადში ერთხელ გამორიცხვა ჭირდება გათბობის სისტემა. ეს არის ფიქცია. ეს არის ტყუილი, ეს არის სიცრუე. ამიტომ ხო, მოდით ნუ გეწყენება და უმეტეს შემთხვევაში ნუაბულებთ ხალხს. ამასობაში დამკვეთებმა ეს არსებული მართულება არ იციან და ამასობაში მაგეთომას განუმარტავ მე. შეგიძლიათ იქ რაღაც პრინციპში სხვას მოუყვეთ, ხო? ეს
არსებული ეგრეთ წოდებული ზღაპრები, ამასობაში ჩემთვის ეს ზღაპარი არის მომცემი არა ვინაიდან ეს მე ვიცი, ეს მე გამომივილია და ამასობაში ფაქტის სახეზეა, ხო? აი ფაქტის სახეზეა, ვინაიდან ამას უკვე მტკიცება არ ჭირდება. ახლა რაც არ უნდა იდეალურად თუმცა ხო, ის რა ვიცი თუ არიან ისე ეჭვმოტანელი უკვე საზოგადოება ამასობაში რომ გამორეცხა და ახლა ვიდეოს დაებსო, რა ვიცი, რაც არ უნდა იდეალურად გამომერეცხა, მე მგონი აი ესეთი წყალი მაინც ვერ იქნებოდა, ხო? რადიატორში კიდე ჯერ ვიზახე. სადაც ბოლო წერტილია. ამასობაში კიდე ხო, ამაზე ძალიან შეიძლება მეკითხებიან კიდე და ამასაც გავაერთიანებდი, ხო? აი წარმოდგენაში რო ქონეთ პრინციპში აი ჩემი ხო, ეგრეთ წოდებული კი ბატონო ხო, ტვინის ხო, აფრქვევი, გამოფრქვევი უბრალოდ დივაისი რასაც ქვია დააფა და ეს მარკერები კი ბატონო. ვინაიდან დააფა ჯერ დაბაზე წარმოიქნება აი არსებული სისტემა ხო? ეხლა ჯერ ეს ერთი პრინციპში და ამაზე ეხლა თავის ტვინის დუღილი მიდის, რა შემიძლია გამოვასწორო, რა შემიძლია გავანახლო და რა შეცდომა როგორ უნდა შექმნა უბრალოდ იდეალური სისტემა, ისე რომ შეცდომა არ გამომეპაროს, ხო? რამაზი ხო შენი მიმართულებაა ეს. ეხლა ხო აი რადიატორზე სამოსობაში არა პატარა რადიატორი ხო 17 სექცია ხო 17 სექციანი რადიატორს სამოსობაში ბევრს როგორია რომ ვაი და მაინც დიაგონალი ეს არავის არ უთქვია პატივცემულებო. პატივცემული მემონტაჟებს გეხებათ კიდე არის ერთი არგუმენტი რასაც ქვია დამკვეთის მიმართულება. აი დამკვეთმა რომ გთხოვოთ ამასობაში მოთხოვნილება ქონეთ რომ მოდი რა ქვემოთა დამიერთე ან გვერდითა დაერთება განახორციელეთ ან თუნდაც ზემოთა თქვენ წარმოიდგინეთ ზემოთა დროს გაიკვირდებათ რადიატორი მუშაობს. რატომ? იმიტომ რომ მისთვის აუცილებელი არის პირველი და ყველაზე მთავარი მაჩვენებელი ეს არის ხარჯი. გინდა გვერდიდან დავაერთოთ, გინდა დიაგონალზე მას თუ არ მოეცემოდა კონკრეტულ რადიატორს ჭირდება 120-130 ლიტრა წარმოიდგინეთ საათში რომ ჩვენ ავიღოთ ზუსტად უბრალოდ მე ავიღო ის სიმძლავრე რაც ჩემ ფარს ჭირდება ამ არსებული რადიატორიდან ხო? ის არაფერს არ მომცემს. ამაზობაში გინდა დიაგონალზე იყოს, გინდა გვერდით ამ შემთხვევაში მე მაქვს დაერთებული გვერდიდან ხო? იქით ამ მხრიდან რადიატორი თბება იდეალურად, ვინაიდან მას აქვს მიწვდომა უბრალოდ პრინციპში აღება იმ საკუთარი ხარჯის რაც ჭირდება მას. ესეც დაიმახსოვრეთ, ხო? ეს არის რაღაცა უბრალოდ ლაბორატორიული გამოკვლევების დონეზე, იმიტომ რომ ინტერნეტომანიაც ეს მაგარი არის, ხო? Google უკვე ავითვისე და ამასობაში Google-ში რაღაცა სურათების სახით, ვითომ პროფესორები გონიათ უმეტეს თავი. ეს არ რა ქვია, მაპატიეთ, მაგრამ ეს ასეა. ვინაიდან ერთი რაღაცა სურათი დავინახეთ და ყველა ამას აიკვიატებს. არა პატივცემულებო, დიდი არაფერი სხვაობა არაა და წარმოიდგინეთ ამასობაში დიაგონალი ლაბორატორიული გამოკვლევების ხარჯზე, მე ეს კონკრეტულად საკუთარი ხელი, საკუთარი პრინციპში მიმართულებები და მოწადინებით გამიკეთებია, ჩამიტარებია ეს არსებული ცდები, თქვენ წარმოიდგინეთ 300 ხო, ახლა მაგიტომაც ვიზახე მე ხარჯზე არის დამოკიდებული, როცა არსებულ დივაისში რადიატორში გაივლის ხო, თბურდანადგარზე უბრალოდ გაივლის 220 ხო, 220 ლიტრა საათში იგივენაირად ზემოთა დაერთებით რადიატორი მუშაობს. ის გამოცემს იმ სიმძლავრეს, რაც სჭირდება მას, რა მონაცემებიც აქვს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის დაყრდნობილი ვართ და ამასობაში ფართის დანაკარგებზე ყოველთვის უნდა მოვარგოთ რადიატორები. და არა პირიქით აუციეთ ტემპერატურას და ის რაც ვერ გამოვიცანე მე, თქვენ გავარტყოთ ტემპერატურის აწევით და ამასობაში იქ სადაც უნდა იმუშაოს სისტემა 40-45 გრადუსზე, ამასობაში უნდა ვაგუგუნოთ ხო, ვაგუგუნოთ ზუსტად ეს ტერმინოლოგია უნდა გამოვიყენო მე 65-70 და ამასობაში ხარჯი მოგდის ვერთვებით. ესეც ისა მიმართულება იმისა, რომ ამასობაში არაა სწორედ დათვლილი გამოთვლები უბრალოდ განხორციელებული დანაკარგების. ამიტომ ნუ გონია ჩვენ პანაცეა გათბობის სისტემის და ამასობაში ესეც უნდა გაითვალისწინოთ, მაგრამ დღევანდელი პოსტის ძირითადი თემატიკა კიდევ ჯერ ვიზახე. ადამიანებო ხო, გამორეცხვა იდეალურ სისტემას არ ჭირდება და ამასობაში როცა საკუთარ გათბობის სისტემებს ამონტაჟებთ, პატივცემული დამკვეთება, აი ზუსტად ამაზე უნდა იზრუნოთ იმაზე, რომ გქონდეთ საქვაბე და ამონტაჟებული და კონკრეტულად გათბობის სისტემა, ნებისმიერი გათბობის სისტემა, ეს არა აქვს ამას მნიშვნელობა კოლექტორული იქნება, ორმილოვანი იქნება, ეგრეთ წოდებული ლენინგრადკა იქნება, ეგრეთ წოდებული პაპუტკა იქნება, ამას არა აქვს მნიშვნელობა, ეგრეთ წოდებული ტუპიკური იქნება, არ აქვს ამას მნიშვნელობა, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა თქვენთვის. ის უნდა იყოს ჰერმეტული. იმის არსებული კონკრეტული სისტემების მილები არ უნდა სუნთქავდეს, არ უნდა ხდებოდეს სისტემაში პროცესი კიდევ ჯერ ვიზახე, რასაც ქვია დიფუზია და ამ შემთხვევაში გექნებათ აი ესეთი გასაყიდით მატარებელი, ხო? გასაყიდი ზუსტადაც პრინციპში შეგიძლია გააყიდოთ, ხო? მტკიცებულება იმისა კიდევ ჯერ ვიზახე, რომ როცა გათბობის სისტემაში არ ხდება პროცესი დიფუზია, მას გამორიცხვა არ სჭირდება წერტილი. აი ეს იქნებოდა, ხო, ყველაზე, ხო, დამადასტურებელი საბუთი და არგუმენტებით. მე ყოველთვის მაქვს არგუმენტები. კეთილი და პატიოსანი და როგორც ყოველთვის ამ დადებით ნოტაზე მომავალ შეხვედრამდე.